რობერტ გამარჯობა. გამარჯობა. მამუკა ვარ მე კუნთელია. გამარჯობა მამუკა. ხო. რობერტ დღეს პირველი აგვისტოა რა, პროცენტი მიწევს, ხო? კი. ხო და მეთქი სანამ შენ დამირეკავ, მეთქი მე დაურეკავ თქო და აგერ გირეკავ რა ადამიანურად და გეუბნები რომ რავი რა ვერ გადავიხდი რა. ერთი აი ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე ერთი შანსი მაქვს რომ ეს ვალი გავისტუმრო რომ ბიძინა ივანიშვილს ოჯახიანად დედის მუტელი მოეტყნას. მაგის ყველა ოჯახის წევრი რო პირში მოიტყნას, აი ერთი ეგ შანსი მაქვს რომ ეგ ვალი გადავიხადო რა. სხვანაირად რა ვიცი რობერტ, აგერ ადამიანურად გირეკავ და გეუბნები. აი ხა ხვალ თუ ზეგ მაინც დამირეკავდი და ავდექი და მე დაგირეკე რა. ხო და რა ვიცი რა, ჩემი რეალური მდგომარეობა არის ეგ რა, რომ ბიძინა ივანიშვილს ოჯახიანად დედა უნდა მოეტყნას, მე რო ეგ ვალი გავისტუმრო რა. სხვა შანსი მე არა მაქვს რა, აგერ გეუბნები და რა ვიცი რა, აგერ ადამიანურად აგირეკე გეუბნები რა, ეხლა იმიტომ რომ ხვალ ზეგ შენ დამირეკავდი და ავდექი და დაგირეკე რა. ის გასაყიდი რომ მქონდათ იქით ვინა ვერ დიდი? არა რობერტ ეს ვირთხა ყველგა აიყა ყველანაირად აი სახლი ვერ გაიყიდა და სხვა ყველანაირად დამზდევს და მზღუდავს ამის მანიაკი დედის საფლავი მოუტყან მე ეს არის ჩამოყალიბებული ავადმყოფი მანიაკი ამის საკუთარი გენი მოუტყან მე ამისი ეს ვირთხა აი ეს ბიძინა ია ჩემი YouTube არხზე შედი ყველაფერია რა. ხო და მოკლედ რობერტ ესეთ სიტუაციაა რა ვიცი რა მე აი ფიზიკურად არა მაქვს არანაირი ვარიანტი რომ ეგ თანხა გადავიხადო რა და თუ რაღაცა არ ვიცი რაღაცა ისეთი მოხდა რომ შევძელი რა თქმა უნდა იმ წამსვე დაგირეკავ რა. ეხა გადავწყვიტე რომ დამერეკა ადამიანურად რომ რავი რა ეხა ხვალ ზეგ დამირეკავდი მაინც რა და აგერ დაგირეკე და გეუბნები ჩემ რეალურ მდგომარეობას რა რაღაცა თუ რაღაცა ისეთი მოხდა რომ შევძელი გადახდა იმ წუთასვე დაგირეკავ რა. კი მაგრამ მაინც აი რაღაც უნდა გააკეთოთ რა ეს ხომ არ ვიცით ეხლა ეგ მარტო მაგის იმედზე რომ იმას რაღაც მოუვა ხო? ხო, ნუ ეხა ეს ჩემი ის არის რა ქვია რა პოზიცია რომ რავი რა რობერტ ბოლო წუთამდე შევეცდები რომ ეს ახლე შევინარჩუნო რა და ნუ თუ დავკარგე და დავკარგავ რა ვიცი რა ხალხის შვილს და ოჯახის წევრებს კარგავ. რა დაკარგოთ კაცო ღირებული ბინაა და იმას გაყიდით სხვა ციხით ის ხო სამი. არა ამ სახს არ გავყიდი რა რაღაცა ჩემი ისა მაქვს რა პრინციპული მიდგომა რა. ამ სახს არ გავყიდი ბოლო წუთამდე მე რავი წარმართეთ თქვენ სიტუაცია როგორც არის საჭირო მე ბოლო წუთამდე ბოლო დღემდე შევეცდები რომ ეს ახლე შევინარჩუნო რა და ნუ თუ მე მივა იმ წერტილამდე რომ აღსრულების სამსახური მოვა და სახლიდან გამომიშვებს ნუ აი იმ წერტილამდე მე ესე ვთქვათ სახს შევეცდები რომ შევინარჩუნო რა. რისი იმედით ლოგიკური კითხვა იმ იმედით რომ კიდე გავიმეორებ ბიძინა ივანიშვილს ოჯახიანად დედა მოეტყნას. აი მაგის იმედით ბოლო წუთამდე მე ვიდგები ჩემ პოზიციაზე რომ ეს ახლი არ გავყიდო და ნუ თუ ეხა გამომაგდებს ესე ვთქვათ აღსრულების სამსახური ნუ გამომაგდებს და ეგ იქნება რა ეხა ხალხი ოჯახის წევრებს კარგავს და რა ვიცი რა მე პირადად მამა დავკარგე და ეხა ნუ ამ სახს თუ დავკარგავ ნუ ძალიან ცუდი იქნება მაგრამ რავი რა
აი ეს არის ჩემი რეალური მდგომარეობა პირდაპირ გეუბნები რობერტ რა არაფერი ილუსტრაციების და გალამაზების და იმის გარეშე რა ხო მარტოც არა ვარ იმ ხალხს ისეთი პრობლემები აქვს სულთიანი ავამტყოფი უწევს აბა რა ვიცი რა ხო რავი რობერტ ისეთი პრობლემები მაქვს ხო რა ვიცი რა მაგრამ ნუ ჩემი რეალური მდგომარეობა არის ეს რა რაც არის იმას გეუბნები რა და რომ ჩაანაცვლოთ თქვა 6 თვიანი გააკეთოთ ის 6 თვე გეკნებათ არა ნუ ეს ჩანაცვლება და ეს ის არის რა ქვია რა მოკლედ არა მაქვს ამხელა თანხა და ანუ ეს ყველაფერი ახლიდან და ანუ მე რეალურად ამ სახლის სესხი რაც ხელში ავიღე რა ვიცი ალბათ ერთი 20-25% ისე ვიძახი ზუსტად არ ვიცი მაგრამ ნუ ძალიან ბევრი ფული დავკარგე ხო ამ გადაგირავი საშუამავლო ისა ესა ამხელა ხარჯებია რა და ნუ ეხა გადავწყვიტე რომ დავტოვო ამ მდგომარეობაში როგორც არის და ბოლო წუთამდე შევეცადო რომ ეს ახლი შევინარჩუნო რა ნუ ეხა გამოსავალი უნდა ვიძებოთ რა ესე არ გამოვა რა ვიცი ხო ეხა სამჯერ სამჯერ არის ჩვენ ავქნა აი უყურე რობერტ სამჯერ არის გადაგირავებული ეს ახლი რა ანუ სესხი არის სამჯერ დამატებული დასაგებია მაგრამ იქ ხომ ყველაფერი იცოდით თქვენ ხო და არა შენ რომ მითხარი რომ იქნებ სხვასთან გადაიტანო ის სხვა ხო ნახავს არა ამ იმას რა ამ სიტუაციას რა და სხვა გამსესხებელი ხო ნახავს რეესში რომ კი მაგრამ ანაცვლებენ ნახულობენ მაგრამ ანაცვლებენ ხო რა ვიცი რა თან ამხელა ხარჯია რობერტ რა რა ვიცი მე როგორც ოპტიმისტი ამას უყურებ ამ საკითხს უყურებ რომ ამ სახლს არ დავკარგავ ნუ ეს ჩემი ეხლა ჩვენ მაგალითად შევიდეთ დაგელოდოთ კი ეხლა ვადა გავუვიდა всё გასაგებია რაც მინდა ის შემინდა გავაკეთო მაგრამ მე მაგალითად შემინდა დაგელოდოთ მაგრამ აი უსასრულოდ მასა ვერ დაგელოდებით და ეხლა ხო ნუ აი მეც მე ვიცოდი რომ პასუხად ამას მეტყოდით და აქედან გამომდინარე ჩემი რეალური მდგომარეობა არის რობერტ გალამაზების გარეშე აი მართლა ჩემი რეალური მდგომარეობა არის ეს რომ ეს მანიაკი ავადმყოფი სანამ საქართველოში იქნება თავის ოჯახიან მე არანაირი შანსი არ მაქვს რა ესე რო დავდივარ სუსი რა ვიცი რავი რა გითხრა რა მოერეხა გასაწასოს არაფერს მეკენ ხო ნუ რა ვიცი ხა ყველას თავის გეგმები აქვს ყველას თავის ოცნებები და ყველას თავის ფანტაზიები აქვს მაგრამ ჩემი რეალური მდგომარეობა არის ეს აი ამჟამინდელი ჩემი რეალური მდგომარეობა არის ეს რომ სანამ ბიძინა ივანიშვილს ოჯახიანად დედა არ მოეწყნება მე მაგ ფულს ფიზიკურად ვერ გადავიხდი ნუ რავი რაც არის იმას გეუბნები რობერტ რა ეხა რო გითხრა რომ ამის იმედი მაქვს იმის იმედი მაქვს და რაღაცა იმეების ტყუილების ლაპარაკს ვერ დავიწყებ რა რაც არის იმას გეუბნები რეალურად რა ეს ადამიანი დაინტერესებულია რომ მაწამოს პირდაპირ მნიშვნელობით რა აი პირდაპირ მნიშვნელობით არანაირი რაღაცა აქ ორაზროვნება არ არსებობს რა ამ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს თავისი ვირთხობით და არაკაცობით რომ მაწამოს 10 წელია მაწამებს მაგის ყველა ოჯახის წევრი მოვტყან პირში მე მაგისი ხო და ნუ აი ეს მიმდინარე პროცესია რა რობერტ რა და ნუ მოვედი ხა ამ წერტილამდე რომ აგერ დაგირეკე და რასაც გეუბნები რა და რა ვიცი რა თქვენ რა უნდა ქნათ და ალბათ ჩემთან ერთად რა ვიცი რა სადამდეც დამელოდებით უნდა იფიქროთ ის რომ რა ვიცი რა რომ ბიძინა ივანიშვილს დედა მოეწყნა რა მეტი შანსი მე რობერტ ნამდვილად არ მაქვს რა რაც არის იმას გეუბნები ადამიანურად რა ვიცი აი რა ყველაზე კაი ვარიანტი არის ახლა არ გაზარდოთ ეს ახლა გემატებათ ყველაფერი და
ხო მე ნუ მე აზრათვის მაინც შეინარჩუნო თუ ძალიან დიდი დინაა და გარფაში გაიყიდებოდა სხვა რომ იყიდოთ რა არა რობერტ ამაზე მე მაქვს ჩემი რაღაცა პრინციპული მიდგომა ბიძინა ივანიშვილმა მაგის ოჯახი მოუწყან ერთხელ დამაკარგინა ვაკეში ბავშვებს სახლი უყიდე აგარაკი მქონდა ანუ თელი ჩემი ქონება თელი ჩემი უძრავი ქონება და მოძრავი ერთხელ დამაკარგინა ეხა მეორეჯერ დადგა ეს მომენტი ხო მე ბოლომდე ვიბრძოლებ რომ ეს სახლი ჩემი თელი რაც გამაჩნია საერთოდ ეს მეორე ჩვენ დავაშავ ჩვენ ხო არაფერი არ დაგვიშავებია ნუ რა თქმა უნდა რობერტო ნუ აი ეს ხა ვინ აქ არ არის დანაშაულზე საუბარი აქ არის საუბარი რეალურ მდგომარეობაზე რა მე მქონდა ეხა იმედი რომ მეთქი იქ სახლი გაიყიდება რიგაში რაღაცა ისე პირდაპირ გითხრა ყველაზე მეტი იმედი მქონდა რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს უკვე ნუ დამთავრებული იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის საკითხი დღეს, მაგრამ ნუ რაღაცა ისე განვითარდა სიტუაცია რა, ეხა გლობალურად სოფლიოში იმდენი რაღაცა ხდება, რომ ნუ რაღაცა შეიცვალა რა. მოკლედ ჩემი რეალური მდგომარეობა ეგ არის, კიდე გავიმეორებ რობერტ, რომ ერთადერთი შანსი არის ის, რომ აი ეს ავადმყოფი მანიაკი ხო მაგრამ ეგ დროში აი ჩვენ არ ვიცით როგორ იქნება და როდის იქნება და ნუ არ ვიცით არ ვიცი ეხა რობერტ თქვენ მდგომარეობაში ვარდებით რა თქვენი მხრიდან ხო თქვენ სადამდე შეძლებთ რომ მე დამელოდოთ აი ესეთი ჩემი პასუხით სადამდე შეძლებთ რომ დამელოდოთ თუ სურვილი გექნებათ დამელოდეთ თუ გინდათ ხვალვე დაიწყეთ მერე რაც უნდა გააკეთოთ ის ხო რაღაცა გონივრულ ვადას რო გადაცდება მოკლედ როგორც თქვენ გადაწყვიტავთ ისე მოიქეცით რობერტ რა ჩემი პასუხი ეს არის და ჩემი რეალური მდგომარეობა ეს არის რა რაც არის იმას გეუბნები რა პირდაპირ აი ესე როგორც არის სიტუაცია იმას პირველი აგვისტოა დღეს რა დღეს არის 2025 წლის 1 აგვისტო აი ესე დამაკარგინა 2015-16 წლებში ზუსტად ეხა არ მახსოვს აი ესე დამაკარგინა ვაკეში სახლი ბომბორას პარკის წინ აგარაკი მქონდა სასწაული მაგარი ძალიან მიწის ნაკვეთი მქონდა მშენებლობა მქონდა და აი ესე ყველაფერი დამაკარგინა რა ამ ვირთხამ რა მე წამართვა და თავის დედამოწყნულ შვილებს დაუდო მაგიდაზე სახლ აგერ არიო და იხეირეთო რა ეს ნუ არ ვიცი რა დავიღალე რა ბიძინა ივანიშვილი ვინ არის რა ვიცი რა ეხა ადამიანი დაუნი თუ არ ახარ შეხედავ თუ არა შუბზე აწერია ვინც არის რა მაგის დედის საფიცარი მოვწყან და მაგის დედის საფლავი მოვწყან მე მაგის აი ესეა რობერტ რა სიტუაცია და რავი მე ხაზზე ვარ ტელეფონის უჩართული მაქვს რა ვიცი ჩემი მდგომარეობა და სიტუაცია გითხარი და დანარჩენი აგერავა რა ნებისმიერ დროს შეგიძლია დამირეკო ეხლა ტელეფონი თუ არ დამიჯდა სუჩართული მაქვს რა და რა ვიცი რა აგერავა რა მოკლედ რა კარგი ხო მე ხომ და დაურეკო უთხრა რა ხო რა და როგორ ყველაფერი ნახოთ აბა ხო რავი აი კაი რა მოკლედ ხაზზე ვარ რობერტ კარგი ხო დიახ ალო დიახ მამუკა საღამომშვიდობის გამარჯობა კეთილობა რა თქვენი სახლი როგორ ჩადებული დიახ ხო აი რობერტ იმ რაღაცა მითხრა მამუკა რაშია საქმე მე ისეთი ავადმყოფი მყავს ეხლა სახში გეჭხოდა საჩემი ძლია მე ეგრე ლოდინი ჩემო კარგო რამდენ რა ვქნა რა გავაკეთო მითხარი ქალბატონო კეთინო ხო დიახ
რა ვიცი, აი ჩემი მდგომარეობა ეხა რობერტი კაცია და რაღაცა ისეთი საუბარი მქონდა, მაგრამ თქვენ რა შემიძლიათ გითხრათ, რომ ჩემი მდგომარეობა არის ის, რომ ეს მანიაკი ავადმყოფი ბიძინა ივანიშვილი არის ჩემზე გადაკიდებული, ესე ვთქვათ, ყველანაირად ცდილობს, რომ პრობლემები შემიქმნას რაღაცა თავისი მანიაკალური წარმოდგენებით. და აქედან გამომდინარე, მივედი ვარ იმ მდგომარეობაში, რომ ვერ ვიხდი ამ სესხს და თქვენ ეხა თქვენი მხრიდან, ხო, რაც როგორც გადაწყვიტავთ, ისე მოიქეცით. მე აგერა ვარ, ტელეფონის უჩართული მაქვს და უბრალოდ ჩემი პასუხი ის იქნება სესხთან დაკავშირებით, რომ ფიზიკურად მე არ მაქვს საშუალება, რომ გადავიხადო რა. გამომდინარე ბიძინა ივანიშვილი. მაშინ რატო აიღეთ, მამუკა, ეხლა ჩვენ შუაში ვართ მე, ეხლა თქვენ ჩვენთან მიმართებაში მართალი ხართ ეხლა? ალბათონო, რაღაცა იმედი მქონდა, რომ ეს არა ადამიანი დღეს უკვე აღარ იქნებოდა სათავეში საქართველოსი და რაღაცა ჩემი იმედები მქონდა, რომელიც გამიცრუდა, ეს არ გამოვიდა ესე ვთქვათ რა. და აი რაც არის ეხა ხვალზე მაინც დამირეკავდით ხო ლოგიკურია და ამიტომ ავდექი და მე დაგირეკეთ და ჩემი რეალური მდგომარეობა გითხარით რაც არის და არა მე მესმის მაგრამ ჩვენ ერბიძინა სიცოცხლის ბოლომდე იქნება და ესე იგი ჩვენ რა გაჩუქოთ ეგ ფული თუ როგორ არა რატომ უნდა მაჩუქოთ ხალბატონო მე ჩემი აბა რა უნდა გავაკეთოთ მამუკა მაშინ აბა ფიზიკურად არ მაქვს საშუალება რომ გადავიხადო ფიზიკურად ვერ გადავიხდი. და გაყიდეთ ეს სახლი დიდი პარტია მამუკა და სხვა იყიდეთ და რაღაცა კენით. ვერ გავყიდი ხალბატონო ქეთი, ამ სახს არ გავყიდი უпростоრეთ რა. აი რაღაცა ჩემი პრინციპული მიდგომა მაქვს რა. მაშინ როგორ გინდა გადავიხადეთ, კაცო, აბა რა ვქრა მაშინ, რა გავაკეთოთ. მაგაზე პასუხობთ, რომ ფიზიკურად ვერ არ მაქვს საშუალება რომ გადავიხადო. ხო, მაგრამ აბა მაშინ რა ვქნათ, აბა ეხლა რას იძახით თქვენ, აი ელემენტარულად. მე თქვენ ჩაგაყენეთ საქმის ყურში, ხალბატონო ქეთინო. არა, მე მესმის და მოიჩადე მამუკა ერთი წუთით რა. კარგით, კი ბატონო, გესმის ეგ არა გაქვს, მაგრამ არასდროს გექნება და ესე იგი რა, უნდა გასუქოთ ეგ ფული, თუ არა, ხალბატონო ქეთინო, რავი, წარმართ. არა, როგორ ეხლა რა, როდამდე გელოდოთ, ან რას ველოდოთ, ვის ველოდოთ, მითხარით, აბა. რომ არ მესმის ეხლა თქვენ რას ლაპარაკობთ, აი ჩემთვის არის ხო პირველად ვნახია ეგეთი ადამიანი თქვენ რასაც ამბობთ. ბიძინამ გაწყენინათ მე რა შუაში ვარ ეს თითოეული. ბიძინამ კი არა მაწყენინა, ბიძინა გადაკიდებულია ჩემზე და ყველანაირად რა ვქნა, არა მე ხوار მე აქედან გამომდინარე, არა, რა თქმა უნდა თქვენი ბრალი არ არის. აქედან გამომდინარე ვარ ყველანაირად შეზღუდული ვერაფერი რაც მქონდა რაღაცა გეგმები და იმედები არაფერი არ გამომივიდა და ჩემი რეალური მდგომარეობა არის რომ ფიზიკურად ვერ ვიხდი ამ თანხას. აგერ დაგირეკეთ და გითხარით. არა მე მისმე რომ ვერ იხდით, არა ესე იგი გადამხდელი არა ვარო თქვენ ამბობთ მაჩუქეთო რა. აბა ხონაიოთ კი არ მესმის ეხლა რას ამბობთ თქვენ? ხო, მე ფიზიკურად მე ამ თანხას ვერ ვიხდი, მაგრამ მაჩუქეთ რა შუაშია თქვენ ხო გაქვთ რაღაცა რა ვიცი, რა ვიცი თქვენ ჩემი მდგომარეობა ეხლა იცით როგორი ავადმყოფი მიწევს საპარალიზებული ტახტი რაღაცა ჩემი კაპიკები მოგეცით რაღაცა იმაში ვიხმარდინეთ კი იმაში და ჩემი პულით რო თქვენ დაგჭით მე არ მესმის ეხლა მეტმა ხელი მოგიმართოთ ყველაფერში მაგრამ სიყვისა როცა სიკვდილ სიცოცხლეზეა საუბარი ვინ უფრო გაწევებულია თქვენა თუ მე ეხლა როგორ ფიქრობთ გასაგებია თქვენი მდგომარეობა, მეც ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვარ და რა ვიცი, ჩაგაყენეთ საქმის ყურში. ჩაანაცვლე მამუკა. ჩანაცვლებაც კიდე თქვენ თვითონ იცით, რომ რამხელა ხარჯებთან დაკავშირებულია და აბა ეხლა თქვენ არც გინდათ არაფერი და აბა რა ვქნა ეხლა ბიძინა იქნება სიცოცხლის ბოლომდე ეკრეტენი ამ ქვეყანაში და მე თქვენ უნდა გელოდოთ სიცოცხლის ბოლომდე ხალბატონო ქეთი ჩემი პასუხი არის რომ არ მაქვს შესაძლებლობა და მაშინ შეგიტანთ და მოუჩა და გათავდა აბა რა ვქნა ჩვენ არ გვინდა მამუკა რომ ეგ გავაკეთოთ მაგის ხალხი არ ვართ მაგრამ აბა იტულებულ საფუძი აი თქვენი პასუხი არ მესმის კი ბატონო არა ამბობ
დაიცა მამუკა ამბობ რომ არ გავყიდიო ხო ამბობ დიახ ამბობ რომ არ გავყიდიო ამბობ რომ არ ჩავანაცვლებო აბა რა ვქნა მაშინ შეიტანეთ სასამართლოში ქალბატონო კეთი კი ბატონო თქვენ როგორც გადაწყვიტავთ ისე მოიგეცეთ ჩემი მე იმ სასამართლოს წასეთ ბიზნესზე ვარ გაბრაზებული და ამათ თავიანთ პულს არ ვაძლევო თუ როგორ არ ვიცი წინასწარ რას ვეთქვი სასამართლოს მაგრამ თქვენ როგორც გადაწყვიტავთ ისე მოიგეცეთ მე თქვენაირი ადამიანი პირველად თუნახი არც გამიგია არც მინახია, არც მსმენია. აქედან გამომდინარე ის ბიზნესი თქვენთან მართალი იქნება რა. აი ჩვენ როგორ გვექცევით თქვენ ახლა. მე არ ვიცი აი როგორ ახალ სამართლიანი კაცი, როგორ იქნები მართალი. თქვენი პირადი მოსაზრებაა ქალბატონო კეთი. ჩემი პირადი მოსაზრება არ არის, ჩემთან მოქმედებაში როგორი ხართ, მე ეგეთი წარმოდგენა მაქვს. მე ქალბატონო კეთი. მე რო ვიღაცა მაინტერესებს ერთი წუთი მათქვევინეთ ახლა ისეთი გამწარებული ვარ არ ვიცი. ის არა ქვია. ბიზნესა მე რო ვიღაცამ რაღაცა დამიშავა. თქვენ რა შუაში ხართ ახლა რო თქვენზე გადმოვიტანო რაღაცები. აი ელემენტარულად ამისცენ. მე არ შემოვალ თქვენთან მაგ დისკუსიაში ქალბატონო კეთი. თქვენ როგორც მე შემოვალ, იმიტომ მე ვარ მართალი და თქვენ წვანი. თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროთ ისე მოიქეცით. აბა სხვაგზას არ გვიტოვებ და ეგრე მოვიქცევით, აბა რა. ყველაირად არ შეგვიძლია და აბა რა ვქნათ. მე სასამართლო გაგაყიდინებ, თქვენ არა მაგისი. მე ჩვენ მეუბნებით თქვენი სახლი მომეცითო. ჩვენი კუთვნილი თანხა მოგეცით. ქალბატონო კეთი, მე თელ ჩვენ საუბარს ვიწერ, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე. რაღაცა მქონდაო, გასაყიდიო, ისაო, ესაო, სადღაც ყიდიდიო, რიგაში მაქვს სახლი, რომელსაც ყიდიდი და არ გაიყიდა. თუ ხვალ გაიყიდა, ხვალვე გაგისტუმრებთ ფულს, რა თქმა უნდა. და ეხლა არ გაიყიდა, მაგრამ რა, გონია თუ არ გაიყიდება, თუ როგორ. რა, არ ვიცი, შეიძლება ხვალ გაიყიდოს. ქალბატონო კეთი, მე დაგირეკეთ და ეგრე მითხარით, ეგრე თქვით, არა, მე დღეს პროცენტი გადასახდელი 1 აგვისტო 2025 წლის. მე აქედან გამომდინარე ჩემი ადამიანური დამოკიდებულებით დაგირეკეთ და საქმის კურსში ჩაგაყენეთ ჩემი რეალური მდგომარეობა რაც არის თორე მარუკა ნაუშნეთენაცვალე მე მგონი ჩვენ მე მგონი არა ვართ ისეთი ხალხი და ხვდები კიდეც არა მგონი ეხლა ეგ არაფერი შუაშია თქვი ეგრე შეკაიკაცო გაიგე ქალბატონო კეთი რა თქმა უნდა როცა გაიგე ხო მე აღა ეხლა რაღაც აი თქვენ გველაპარაკებით იცი როგორ სულად გაბრაზებული ვიღაცაზე და ჩვენ ხო არაფერი შუაშია არა ქალბატონო კეთი ეს მე ბევრჯერ თქვი რობერტისთან და უბრალოდ შეიძლება გამომჩარო თქვენთან კიდე გამეჟღერებინა თორე რა თქმა უნდა ეხლა ყველანაირი ლოგიკით ჩემი ინტერესია რომ ხვალვე გაგისტუმროთ ეს ფული რა ჩემი ინტერესია უმთავრესი ხო ნუ ყველა ლოგიკიდან გამომდინარე თუ გაიყიდა რიგაში ის სახლი რა თქმა უნდა იმ დღესვე გაგისტუმრებთ თანხა არა თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა სახლის გაყიდვაზე როცა მამუკა საქმე აქაც ეგრე არ არის რომ ხვალვე გაყიდით თქვათ და შეიძლება მართლა დღეს და ხვალვე გაყიდო შეიძლება 2 თვის მერე 3 თვის მერე რაღაცა მოხდება ქალბატონო კეთი ჩემი მიზანი იყო რომ დღეს დამერეკა მე ჩვენ საუბარს ვიწერ ყველაფერს ვაფიქსირებ აი მაგითო მადლობა იმიტომ რომ თქვენ გესმით თქვენი ვალდებულება და მართალი ხართ და დიახ ადამიანურია და ყველაფერი ჩვენც არა ადამიანები არ ვართ მე გაგირეკეთ ქალბატონო კეთი და ადამიანურად ჩაგაყენეთ რეალურად ჩემ საქმის კურსში შეგიყვანეთ ჩაგაყენეთ საქმის კურსში რომ ჩემი აი ხა მე არ შემიძლია ხვალ თქვენთან მოვიდე და პროცენტი გადავიხადო რა თქმა უნდა სახლი გაიყიდება თუ რამე სხვა მოხდება ხო შეიძლება რაღაც სხვა მოხდეს ხო იმ დღესვე პირველი პრიორიტეტი ჩემთვის რა თქმა უნდა ყველა ლოგიკიდან გამომდინარე არის ის რომ თქვენთან მოვიდე და გავისტუმრო ეს ვალი
მესმის, მაგრამ რა თქინდა თქვენი და რაღაცა არა, ქალბატონო ქეთი, ეხა თავიდან შეიძლება რაღაცა სხვანაირად აეწყო ჩვენი საუბარი, თორე მე ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი თქვენთანაც რობერტისთან, რომ თქვენ მეკითხებოდით, რომ აი რისი იმედი გაქვს რამე ცუდი რო იყოსო და ხო, თავისთავად და მე გეუბნებოდით, რომ აი რიგაში მაქვს სახლი, რომელსაც ვყიდი და რა ვიცი, თუ გავყიდი იმ დღესვე მოვალ და გადავიხდი ამ თანხას, რა თქმა უნდა რა. ან შეიძლება რაღაცა სხვა მოხდეს, ხო შეიძლება რაღაცა სხვა მოხდეს. როგორც რა ვიცი, ხმელთაშელი მოგიმართოთ სხვაში, ძირსახში და ყველგან, რა ვიცი, აბა როგორც კი მექნება საშუალება, ქალბატონო ქეთი, იმ დღესვე პრიორიტეტულად დაგირეკავთ, შეგხვდებით და ამ თანხას გადაგიხდით. მე უბრალოდ ყველაფერს ჩვენ საუბარს ვიწერ, ყველაფერს ვაფიქსირებ და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ადამიანურად წავმართო ჩვენი ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე, რომ დღეს პროცენტის დღე არის და დამერეკა და თქვენთვის ჩემი რეალური მდგომარეობა ყველაფერი მეთქვა. რაც გავაკეთე, აგერ დაგირეკეთ და გითხარით, მე დღეს ამ ფულს ვერანაირად ვერ გადავიხდი. მაგრამ ხვალ ზეგ თუ მომეცა ამის საშუალება, ან რიგაში სახლი გაიყიდა, ან რაღაცა სხვა საშუალება გამომიჩნდა, იმ დღესვე, რა თქმა უნდა, ყველა ლოგიკიდან გამომდინარე, მე მოვალ და თქვენ ვალს გადავიხდი. აი ეს არის ჩემი რეალური მდგომარეობა დღევანდელი. დაგირეკეთ და საქმის კურსში რამდენი ხანის დაგჭირდება ამის ლოდინი, აბა და აი ქალბატონო ქეთი, არ ვიცი, აი როგორ გითხრათ, ხომ არ მოგატყუებთ, აი არ ვიცი. არა, მე ნესვის, მაგრამ ერთი თვე, ორი თვე, თუ რამდენი. არ ვიცი ქალბატონო ქეთი რა, აი არ ვიცი. ხვალ მექნება მაგრამ აქტის სახლი გასაყიდი თუ არა. რა თქმა უნდა მაქვს, მე მაგის დოკუმენტები მგონი რობერტის ვაჩვენე თუ ლანა, არ მახსოვს, ლანას გაუგზავნე. რა თქმა უნდა, სახლი მაქვს რიგაში, ცენტრში, სადღაც 50 კვადრატამდე, ისეთი სახლია რა, რომ ლოგიკურად უნდა გაიყიდოს. მაგრამ ისე ხდება დღემდე, რომ არ გაიყიდა, თორემ მე ხა ამ საუბარს მერჩია, რომ აქამდე თქვენი ვალი გამესტუმრებინა. ეხლა ჩემი პოზიციიდან რომ შეხედოთ, ხომ გესმით ქალბატონო ქეთი, რომ ხა მე ვარ ადამიანი, ხო, მე ვარ ადამიანი, მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველღამე ვიძინებ იმ ფიქრით, რომ ჩემი სახლი მაქვს ჩადებული თქვენთან და მაქვს ვალი. აი ამითი ვიძინებ და ამითი ვიღვიძებ ყოველ დღე და რა თქმა უნდა, ეხლა ჩემი უმთავრესი ინტერესია, რომ ეს პრობლემა გადავჭრა და თქვენ ვალი გაგიშტუმროთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე დღეს ამ ყველაფრისა, მე დღეს როგორც პროცენტის დღე იყო, დაგირეკეთ და ჩემი რეალური მდგომარეობა მოგიყევით. აი კაცი ხარ, მაგრამ ბავშვი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ხო, შემე ხა ამერიკა, არ ვიცი, შეიძლება ვიღაცები გირეკავენ, რაღაც გირეკავდნენ. გირეკავ, შემოკავ. ხო, არ ვიცი, ხა შეიძლება ვიღაცას დაერეკა, შეიძლება ამის თქმა მინდოდა, შეიძლება ვიღაცას დაერეკა და რაღაცა ტყუილები და რაღაცეები ეთქვა, ხო, და იმედები მოეცა. იმედები მოეცა თქვენთვის. მე დაგირეკეთ და ჩემი რეალური მდგომარეობა მოგახსენეთ. აი ეს არის ჩვენი საუბრის ჩემი მხრიდან შინაარსი რა და დანარჩენი ქალბატონო ქეთი, ხვალ მექნება საშუალება, ხვალვე გადავიხდი, ერთი კვირის მერე მექნება საშუალება, ერთი კვირის მერე გადავიხდი და როგორც განვითარდება ჩასული იყავით იქ რიგაში თუ აქედან ჩასული ვიყავი რამოდენიმეჯერ და რა ვიცი აქედანაც ეხა იქ სულ ვერ ვიქნები და აქედან გამომდინარე წამოვედი რა და აი იმითი არ შეგიძლიათ კონტაქტის დამყარება ესე იქ ეხა თუ იქ ყველასთან მქონდა საუბარი მოკლედ რომ ვთქვათ
ძალიან ბევრმა ადამიანმა, მაკლერმა იცის ჩემი სახლის სიტუაცია და რა ვიცი რა, ველოდები ზა. მე გაიყიდება მაგდენად რომ ეს ვალი დაიფარო? გაყიდვაც ნათქვამი მაქვს, იქ რომ ის სახლი ჩავდო რომ ეს სახლი თბილისში გამოვისყიდო, თქვენი ვალი გადავიხადო, ეს ვარიანტიც ხო, აი ეს ამ ვარიანტზეც მუშაობდი, ესე ვთქვათ, მისული ვიყავი საკრედიტოში და მოკლედ გავაკეთე განაცხადი და ანუ ჩემი სტრატეგია რომ გითხრათ, ისიც ჩემთვის კარგი იქნებოდა, რომ დაუშვათ რიგაში სახლი ჩამედო, სესხი ამეღო და თქვენი ვალი გამესტუმრებინა რა. ანუ ეს სახლი ჩემთვის არის მკაცრად პრიორიტეტული რა და მეთქი ჩავდებ რიგაში იმ სახლს, რომ თბილისში ეს სახლი გამოვისყიდო. აი ამ გამოვისყიდო თქო რა. აი ამ ვარიანტზეც მუშაობდი და ვმუშაობდა. რა ვიცი, მოკლედ ამ სფეროში რიგაში თითქმის ყველა მიცი, ეხა რიგა პატარა ქალაქია და ყველა მიცი ვიცი ვარ, ვიცი ნამყოფი ვარ მე სამილე ქვეყანაში მანდ მოკლედ რომ თქვათ ქალბატონო კეთი ხომ ამ საქმეში და ამ სფეროში ვინც არის თითქმის ყველა მიცის ჩემ სახთან დაკავშირებით და მოკლედ ველოდები რა თუ იქიდან ზარი დამირეკავენ და რაღაცა ანუ შევა რეალურ კონდიციაში იმ სახლის საკითხი, რა თქმა უნდა, იმ დღესვე გაუფრინდები წავალ და მოკლედ მოვაგვარებ და გავისტუმრ. ქალბატონო კეთი, ჩემი რა თქმა უნდა, უმთავრესი ინტერესია, რომ ეს სახლი გამოვისყიდო და თქვენი ვალი გადავიხადო რა, ანუ ეხლა. ხო, ამაზე საუბარი. აი, მამუკა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, ჩემო კარგო, გეჭყოდათ რობერტი. პარალიზებული, მეორე გაუმეორა კიდე მეორე მხარეს აი, ომნახოთ რა, მაშინ რომ ნახეთ. ვერც მიცნობთ ეხლა, აი 45 კილო ვარ. ხო, ქალბატონო კეთი. ეს სათავე ამ ყველაფერის ცუდის სათავე არის, კიდე გავიმეორებ, ეს ვირთხა ბიძინა ივანიშვილი რა და მესმით, თქვენ ცუდად ახართ, მე ცუდად ავარ, ხო, მეც რაღაცა. რავი, დაექცა ოჯახი მაგასაც, მაგ დეგენერატს მაგას რა ერთი და. რა ვიცი რა, მე საუბარი ამითი დავიწყე და ცოტა თავიდან გაუგებარი იყო შეიძლება ჩვენი საუბარი. არა, ხო, ეხლა არა იცით რა ხლა, ბიძინას და ჩვენი მამუკა ეხლა ჩვენ არაფერი ხონში არა ვართ, შემოკარგო ეხლა რა ვქნა ეხლა და მაგათი მადლიერი არც მე არა ვარ რო იცოდეთ, მაგრამ აბა ეგ რა ხალხია ეხლა ის და ჩვენ ხო არაფერი დაგვიშავებია თქვენთვის. რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, ქალბატონო კეთი, დაგირეკეთ დღეს როგორც პროცენტის დღე იყო, თავიდან შეიძლება დავიწყე იმითი საუბარი, რომ ვინც არის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ რომ შევაჯამოთ ჩემი საუბარი, ჩვენი საუბარი, რა თქმა უნდა, კიდე გავიმეორებ, რომ ჩემი უმთავრესი ინტერესია, რომ თქვენი ვალი გავისტუმრო. ხვალ შევძლებ, ხვალ გავისტუმრებ. ერთ კვირაში შევძლებ, ერთ კვირაში გავისტუმრებ. მოკლედ, ყველანაირად ვცდილობ, რომ თქვენი ვალი გავისტუმრო, ესე ვთქვათ, რა, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე რა და რა ვიცი ხა, ნუ თავზე ვიძალა არ არის რა, რაც იქნება აგერ ნახავთ ყველა რა. კარგი, აბა კარგი. კარგით, კარგად. მე სულ ჩართული მაქვს ტელეფონი, ნებისმიერ დროს შეგიძლია დავირეკოთ. შეგეხმიანებით რა საკვირველია ეხლა და რა ვიშე. კი ბატონო. კარგი, თამამ. კარგი. კარგი.